მოგესალმებათ, მომთაბარე პოდკასტი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სვანეთში. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ მთის მდინარის დაბადების წერტილს, ზუსტად ასე იბადება ხოლმე მთის მდინარეები და შემდეგ უკვე ჩამოდის ქვემოთ. მის ოდნავ ზემოთ უკვე არის მყინვარი. მყინვარის ენა კონკრეტულად, აი აგერ აქ შავად რას ხედავთ, ეს მყინვარის ენა, ბოლო წერტილი, სადაც მყინვარი მთავრდება. მის შემდეგ უკვე არის სრულად მყინვარი იწყება. კონკრეტულად ახლა სადაც ვდგავართ, ეს არის უკვე თოვლი და სულ რა ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ აქ მთლიანად დაფარული იყო თოვლით და მოკლედ შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით მყინვარებზე ყველაფერს, კავკასიონზე, როგორ დნება ყინული, როგორ იბადება მდინარეები, მთის მდინარეები და რაც თავარია, რამდენად საშიშია ეს პროცესი, იმიტომ რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ჩვენ ვიცით, რომ ყინულის ფენა სულ უფრო და უფრო უკარგავთ და არა და ყინულზე ძალიან ბევრი რაღაცაა დამოკიდებული და ყველაფერს გაიგებთ მოკლედ შემდეგ ეპიზოდში.